მოგესალმებით, როგორც დაგვირდით, დღეს განვიხილავთ ჩემ ჰარლეის ჩამოყვანას ამერიკიდან. პირველ რიგში გეტყვით, რომ ყავდა 250 კუბატურიანი ბაიკი, რომელზეც შემდეგ ვიდეოს აუცილებლად ჩავწერ, მითია თუ რეალობა პირველი ბაიკის ყოლა დაბალი კუბატურით. მაგ ბაიკის გაყიდვის შემდეგ უბრალოდ მომინდა ყოლოდა ჰარლი დევიდსონი. არ ვიცოდი მის შესახებ არაფერი. დავიწყე ძიება მაი აუტოზე, Facebook ჯგუფებში. გარბენიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ შემეძინა ამერიკაში. შევარჩიე რამოდენიმე ვარიანტი და დავიწყე კომპანიების ძიება. მაგ პერიოდში ვიცოდი მხოლოდ კავკასიის ავტო იმპორტი და Lion Trans. Lion Trans-ში რაც მითხრეს თანხა $100 იყო განსხვავება კავკასიაში. საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამომიყვანა მოტო კავკასიიდან. სხვა კომპანიები არც მომიძიებია. უბრალოდ მაგ პერიოდში ძალიან ნერვიულობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჭირდებოდა სანდა კომპანია, რომლითაც ჩამოვიყვანდი, მაგრამ დღევანდელი გამოცდილებით ვფიქრობ იმას, რომ არის ძალიან ბევრი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც მოგეხმარებათ შერჩევაში, ყიდვაში და რა თქმა უნდა, ფასებიც შედარებით დაბალი არის. მე პირადად დამიჯდა ტრანსპორტირების თანხა $1369 ზუსტად. შემდეგ როცა გავერიე მოტო ჩამოყვანის შემდეგ როცა გავერიე ხალხში, ვისაც ყავდა რამოდენიმეჯერ უკვე ჩამოყვანილი ბაიკები თუ მანქანები, მათგან გავიგე, რომ ძალიან ძვირი გადავიხადე. უბრალოდ როცა $900,000 ჩდება სხვა კომპანიებში ტრანსპორტირება, მე დამიჯდა ფაქტიურად $400-500 მეტი. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, თუ რომელი შტატიდან მოდის, მაგრამ ზუსტად იმ შტატიდან, საიდანაც მე ჩამოვიყვანე, ზუსტად მაქედან ქონდა განსხვავება $400-500. თუ მკითხავთ იმას, ნანობ თუ არა კავკასიიდან რომ შევიძინე ეს ბაიკი, გეტყვით, რომ არ ნანობ, რადგან იმ მომენტში მაქსიმალურად ვცდილობდი რისკების შემცირებას. ასევე ვეძებდი ისეთ ბაიკს, რომელსაც ექნებოდა რან-დრაივის სტატუსი, რა თქმა უნდა, დაბალი გარბენი, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ არ მიაქციეთ ყურადღება რან-დრაივის სტატუსით, როცა იქნება აუქციონზე გამოტანილი ის ბაიკი, რაც თქვენ მოგცემთ, რადგან შეიძლება უმნიშვნელო პრობლემა გქონდეს მაგ ყველაფერს და ისე მოვაგვაროთ. შევიძინე 13 იანვარს და 8 აპრილს განთავსდა ბათუმის პორტში. დაჭირდა 3 თვე, მოკლედ, ძალიან ცუდი ამინდები დაემთხვა. შემდეგ გემი რომ ბათუმში შემოვიდა, ძალიან ბევრი კონტეინერი იდო იმ გემზე და 2 კვირა დაჭირდა მაგ კონტეინერების გადმოტვირთვას. თან ჩემი ბოლო იდო და მეორე კვირას მე მომიწია. თავიდანვე ვიცოდი ყველა დეტალი, რომ უნდა დავალდებოდი, მომეთმინა, მაგრამ მე დავოლდინი, ვერ მეგობრობთ ერთად. შემდეგ გეტყვით იმას, რომ ამის აუქციონი როცა ჩაინიშნა, დავიწყეთ თამაში, $2,350-ზე მორჩა, მოვიგე. სხვათა შორის ქართველი მეთამაშებოდა, მაგრამ ეხლა ჩემთან არის. შემდეგ არ გამომატანა სადასხვეო სამწუხაროდ მაგფაში და მომიწია ლოდინი. დილით რო შევედი უკვე საიზზე შევამოწმე, ბაინაუზე იდო $2,550. მანდ ხა აღარ მიფიქრია ბევრი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ვეძებდი რან-დრაივის სტატუსით, ქონდა დაბალი გარბენი და რა თქმა უნდა, ეგრევე შევიძინე. რა თქმა უნდა, მაგის მერე დავიწყე ნაწილების გამოწერა, რაც სურათებში ჩანდა, რომ დაზიანება ქონდა, თუ არ ქონდა, ყველაფერი გამოვიწერე, რავი, ჩემი გემოვნებით, ეს ნიკელის დეტალები, სარკეები, ეგრეთ წოდებული პაუერნიკები, დავაყენე შავები. ფერი დიდად არ მომწონდა, მქონდა თავიდან 4 ვარიანტი შერჩეული, მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე მეტად არ მინდოდა და უბრალოდ გამომადგა იქიდან გამომდინარე, როგორც გითხარით, რომ რისკები მაქსიმალურად შევამცირე, ანუ მქონდა რან-დრაივის სტატუსი და დაბალი გარბენი, რაც ჩემთვის იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მაგ პერიოდში დავიწყე ყველანაირი ინფორმაციის მოძიება მოტოზე, ჰარლიზე, დავიწყე სერიალების ყურება, ფილმების ყურება, YouTube-ზე ვინც კი იღებდა რაღაც ვიდეოს მოტოზე, ყველას უყურებდი საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადაუხადო ქართულ იუთუბერებს. მინდა წარმატება უსურო იმისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემსავე ძალიან ბევრი არის, ვისაც ეგეთი მომენტი აქვს, ან უბრალოდ ჭირდება ინფორმაციის მიღება, ჩემი ვიდეოც ზუსტად მაგას ემსახურება, რომ ხალხს მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც მე დამიგროვდა აქამდე, ან დამიგროვდება კიდევ და მინდა რომ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ თქვენც. მაგრამ ფერიდან გამომდინარე,
არ მომწონდა, იმიტომ რომ აუქციონის სურათებს რა თქმა უნდა ვიდეოში დავდებ იმ დაზიანებებსაც რაც ქონდა და ნახავთ რომ შედარებით ღია ფერი არის, მაგრამ რო ჩამოვიდა, რავი, მე ძალიან მომეწონა და ეხლა აღარ ვფიქრობ საერთოდ ფერის შეცვლას, რავი, სამომავლოდ თუ შეუცვლი ფერს, ვფიქრობ მხოლოდ შავად ალბათ რა, შავად გადავიღებო, რადგან ეს ნიკელის დეტალები მოუხდება შავს. გირჩევდით იმას, რომ თუ ბაიკი შეძენა გინდათ, შეიძინეთ რავი, სექტემბერს ან ოქტომბერს, შემოდგომას რა, ან ზაფხულის ბოლოს. რადგან შემოდგომის პერიოდში, ან ზამთრამდე, დეკემბრამდე ჩამოგივათ, შემდეგ ზამთარში გექნებათ იმის საშუალება, თუ რამე დაზიანება ექნება, რომ ის ყველაფერი გააკეთოთ და სეზონისთვის უკვე მზად იქნებით თქვენს და თქვენი ბაიკიც. მე ეს ყველაფერი ვერ გავთვალე, რადგან მე მომიწია მაგ ყველაფრის გაგება, წოდნა, შეძენაც და როცა ჩავედი უკვე 8 აპრილს ბათუმში გამოსაყვანად, დამხვდა ეხა იქ ადამიანი, რომელიც უნდა შესულიყო გამოიყვანა ეს მოტო, მაგრამ მე უთხარი თხოვნით რა თქმა უნდა, რომ ანუ ზეც რაოდენობა არ ვიცი მოტოში და თუ შეიძლება რომ არ დაქოქოთ. ამ ბიჭმა დაიწყო რომ აი ძიმი არის, ხელით ვერ გამოვაგორებ, მეთქი მოგეხმარებით, რავი, შემოვა თუ შეიძლება მეთქი, არ შეიძლება შენი შემოყვანაო და ბოლოს ისე მოხდა რომ წავიდა, შევთანხმდით იმაზე რომ აი უნდა გამოიყვანა ხელით. როცა ველოდები უკვე აი ყველაზე საინტერესო მომენტი არის, რომ აი 3 თვე გასული არის და 1 სული გაქვს დაინახო და შეხედო, უყურებ და ანუ როგორ მოდიოდა მოტო, პროსტა რავი, ვერ აგიხსენებს, რავი, მაგის ვიდეო მაქვს და შეიძლება კარგად არ ჩანდეს, მაგრამ მიხვდებით. ანუ ორი სპიცი იყო დაზიანებული დისკზე, რაც სურათებში არ ეტყობოდა და დაკარგული ქონდა ბალანსი. კიდე მეორე პრობლემა ის იყო, რომ აკუმულატორის საერთოდ რეაქცია არ ქონდა, ვერ რეაგირებდა, ანუ არც იქოქებოდა. მაგის შეცვლა საბოლოოდ მე მომიწია, რომელიც ბაიკლენდში შევიძინე და დღემდე რავი, იდეალურად მუშაობს. ჩამოვიყვანეთ თბილისში ევაკუატორით, რა თქმა უნდა. პირველ რიგში დავიწყეთ დაქოქვა, რომ გაგვიგოთ რავი მუშაობდა თუ არ მუშაობდა, აკუმულატორს რაღაცნაირად უშველეთ და ავამუშავეთ, პერემიჭკებით, მაგრამ მაგას როცა ვაძრობდით, კვდებოდა რა ეგრევე. გასწორდა ძალიან მარტივად დისკი, სპიცების, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ. შევცვალე პირველ რიგში ზეთი და ჰაერის ფილტრი, რაც მნიშვნელოვანი იყო. თაზოსთან ვიყავი, ასული, სადაც დეტალურად აი ყველაფერი ააწყო, თან გადაყვა. თაზოზეც გეტყვით ინფორმაციას, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ და ბევრიც იცნობთ. დაგიწერთ კომენტარებში, ვისაც დაგაინტერესებთ, სად და როგორ უნდა მიხვიდეთ. სამომავლოდ ვაპირებ პოლირების გაკეთებას, რადგან ნაკაწრები აქვს. ამ ფერით ძალიან მოხიბლული ვარ, აი ძალიან მომწონს. და მინდა პოლირების გაკეთება ცოტა ტრაკის დაწევა, ან დაბალ ამორტიზატორებს დავაყენებ, ან რაღაც გადამყვანი ვნახე, საიდანაც შემდეგ დაბლდება რა, უკანა მხარე და სავარაუდოდ მაგას გავაკეთებ. კიდე საჭის შეცვლაც მინდა, შეიძლება ოდნავ მაღალი საჭე დავაყენო და რა თქმა უნდა ბევრი ვიდეოს გადაღება. ეხლა შეიძლება არ არის შესაფერისი ამინდები, სიცივეებია, მაგრამ ვიდეოს დასაწყისში დავაანონსე, შემდეგი ვიდეო იქნება მითია თუ რეალობა, პირველი ბაიკის ყოლა დაბალი კუბატურით. დღესდღეობით ბაიკი არის იდეალურად, არის ძალიან მაგარ ჯანზე, დადის ძალიან მაგრად. ამ ყოველფრის გადმოცემა ხა როგორ დადის და რანაირად დადის, ძალიან რთულია ჩემთვის, რომ თქვენ აგიხსნათ. ვარ ძალიან კმაყოფილი, ერთი სიტყვით. ძალიან შემოყვარა თავი და რავი, წვას რაც შეეხება და ასე შემდეგ, თუ რაიმე დაგაინტერესებთ, კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ. გიპასუხებთ ყველაფერზე, ასევე მივიღებთ თქვენს რჩევებს თუ რაზე გინდათ ვიდეოს გადაღება, ან რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რისი შეცვლა შეიძლება, რადგან ეს ჩემი პირველი ვიდეო არის, როგორც იცით და რავი, რა თქმა უნდა, ეხა შეცდომები იქნება რა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რადგან არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი დაგემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერ დღეს. რა თქმა უნდა, ვიდეო ისე არ დასრულდება. ხმარ ვარ მოგასმენინოთ.
ეს ქარხნული მაყუჩები ჩამოყვა, რაზეც პრობლემა არ მაქვს და რავი, ქალაქში გადავადგილდები ძალიან ჩვეულებრივად უპრობლემოდ. ახლა კი დავქოლკოთ.